მოგესალმებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ამომრჩევლებს, თითოეულ მათგანს, ვინც მივიდა დღეს არჩევნებზე და მიიღო აქტიურად არჩევნებში მონაწილეობა. ეს გახდა ძალიან მაღალი მონაწილეობა, თითქმის 2 მილიონამდე საქართველოს ამომრჩეველი იყო მზად, რომ დღეს დაეფიქსირებინა საკუთარი ნება. მადლობა მინდა ასევე გადაუხადო საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა მხარებს, ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს იმისთვის, რომ პროცესის გამჭვირვალობისთვის შეეწყოთ ხელი და რა თქმა უნდა, მათ მთელი დღის განმავლობაში ასევე მთლიანად პროცესს გაუწიეს მხარდაჭერა. მინდა მადლიერება გამოვხატო მედია წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ასევე დაუღალავად მუშაობდნენ მთელი დღის განმავლობაში და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას თითოეულ წევრს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ დიდი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს და რომელიც ჯერაც კიდევ მიმდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიებზე და კიდევ გრძელდება ხმის დათვლის პროცესი. ცხადია, დღევანდელი დღით არ მთავრდება არჩევნები, არის ასევე სხვა პროცედურები განსახორციელებელი, თუმცა მე ამ ბრიფინგზე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ საქართველოს და საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარმოგიდგინოთ ის პირველადი შედეგები, რომელიც ამ ეტაპზე დათვლილი აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მინდა წარმოგიდგინოთ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები, დათვლილი 1181 საარჩევნო უბანზე, რომელიც გახლავთ დაახლოებით უბნების 32% და ამ უბნების მიხედვით წინასწარი შედეგები მეორე ტურის გახლავთ შემდეგი. ნომერი 5 გრიგოლ ვაშაძე წინასწარი მონაცემებით მიღებული აქვს 195,305 ხმა, ეს გახლავთ 43%, ნომერი 48 სალომე ზურაბიშვილი აღნიშნული უბნების რაოდენობის გათვალისწინებით მიღებულია 57% ხმების, რაც არის 262,826 ხმა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს შედეგები ცხადია შეიცვლება ეტაპობრივად, ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ უბნების 32%-ია ამ ეტაპზე დათვლილი. ამავდროულად ამ წინასწარი შედეგების შემდგომ ყველა მედია საშუალებას, საზოგადოებას, ყველას ლაივ რეჟიმში ექნება შესაძლებლობა მუდმივად განახლებადი წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ჯერ კიდევ საოლქო საარჩევნო კომისიებში გრძელდება ოქმების შემოსვლა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ეს ოქმების ატვირთვა ხდება მხოლოდ უბნების მიერ ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ და საოლქო საარჩევნო კომისიაში მიტანის შემდეგ ოფიციალური ოქმების სისტემაში შემოსვლის შედეგად ხდება ოფიციალური წინასწარი შედეგების დათვლა, თუმცა არის რამდენიმე უბანი, რომელზეც ჯერ კიდევ პროცესი დასასრულებელია და კიდევ ველოდებით ოქმების შემოსვლას. შესაბამისად, მთელი სავარაუდოდ ღამის განმავლობაში ჩვენ გვექნება განახლებული შედეგები ლაივ რეჟიმში და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ცხადია მიიღოთ ინფორმაცია ეტაპობრივად წინასწარი შედეგების შესახებ. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსული საჩივრების რაოდენობა 289 გახლავთ ამ ეტაპისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ საჩივრების შეტანას აქვს თავისი წესი და ოქმის შედგენიდან 2 დღის განმავლობაში ისინი შეიძლება წარდგენილი იქნას საოლქო საარჩევნო კომისიებში. საოლქო საარჩევნო კომისიები მას იხილავენ 2 დღის ვადაში და ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში იყო მზად მოეხდინა რეაგირება ნებისმიერ პროცედურული ხასიათისა თუ სხვა ტიპის ხარვეზზე, დაუყოვნებლივ რეაგირება, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ საჩივრებზე, რომელსაც ექნება არსებითი საფუძვლები და არა მხოლოდ მათზე, ყველა მათგანი იქნება განხილული და გვექნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული კანონით დადგენილ ვადაში. კიდევ ერთხელ მინდა
ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და ცხადია კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ლაივ რეჟიმში მთელი საზოგადოებისთვის. მადლობა. ფაქტები, რომ გადახაზული შემოხაზე გადახაზე ეგრეთ წოდებული ბიულეტენები, სადაც გადახაზულია სალომე ზურაბიშვილი, ხოლო გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ არის არჩევანი გაკეთებული, ბათილად იქნა ცნობილი და ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ შეგნებულად ხდება ამ ბიულეტენების გაბათილება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გრიგოლ ვაშაძეს დაბალი მონაცემი ჰქონდეს და შესაბამისად გაიზარდა სალომე ზურაბიშვილის მის გამოხატვა გიპასუხებთ, იმიტომ რომ ანალოგიური კითხვაა, ორივე ჟურნალისტის კითხვა. ჩემთვის ცნობილია ამ ფაქტის შესახებ სულ ახლახანს გავიგე ეს ინფორმაცია, თუმცა მე არ მინახავს კონკრეტული ბიულეტენი და ის ფორმა, რა ფორმაზეც არის ამ შემთხვევაში საუბარი. ცხადია, ჩვენ ვთხოვეთ საოლქო საარჩევნო კომისიას თერჯოლის მეოცეობაზე ჯერ არ მიღებულა მსგავსი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს იქ მიდის ამ ბიულეტენებზე კონკრეტული ეს არის ეგრეთ წოდებული სადავო ბიულეტენი და ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიის დისკრეცია, მიიღოს გადაწყვეტილება, ისინი ან ჩათვალოს ნამდვილად, ან ბათილად, თუმცა მე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდა განვაცხადო, რომ ბიულეტენში სადაც ნება არის ცხადად გამოხატული, ის არ შეიძლება ჩაითვალოს ცხადია ბათილად, ეს არის ჩემი პოზიცია და თუ ნება არის ცხადად და აშკარად დაფიქსირებული ასეთი ბიულეტენი და იქ სხვა რაიმე სხვა ისეთი ნიშანი არ არსებობს, რომელიც იწვევს ბათილობას, ნების სიცხადის შემთხვევაში ისინი უნდა იყვნენ ნამდვილად ჩათვლილი. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია ეხლა ჩაერთვება ამ პროცესში და რეკომენდაცია იქნება ისეთი გაცემული, როგორც კანონი და სამართლიანობა მოითხოვს. უშუალოდ საარჩევნო უბნებზე. რა რეაგირება გქონდა ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში? მე მგონია, რომ თქვენ ვინც მუშაობდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არ ვიცი პირადად თქვენ შესახებ, მაგრამ ვინც ჟურნალისტები მუშაობდნენ, ალბათ ამის შესახებ ბრიფინგების დროსაც ცხადია მოისმენდით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საოლქო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაციით ცხადია დღის დასაწყისშივე ჰქონდა რეკომენდაცია მიცემული, რომ აუცილებლად ჩვენ მიგვეწოდებინა ინფორმაცია დამატებით ამ მომრჩევლებისთვის, როგორია ხმის მიცემის წესი, კონკრეტულად რომ მათ უნდა დაკეცონ ბიულეტენი კაბინაში, მანამ სანამ ისინი მას განათავსებენ კონვერტში და შესაბამისად ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, როგორც რა თქმა უნდა შიგნით ინფორმირების თვალსაზრისით, ისე საჯაროდ ბრიფინგებზე, რომ ეს არის აუცილებელი, ხმის მიცემა ფარულია და შესაბამისი წესი არსებობს, რომ არ მოხდეს თვითონ პირის მიერ საკუთარი ნების, თუნდაც საკუთარი ინიციატივით გამჟღავნება, ამიტომ ჩვენ ამ წესს მუდმივად ვიმეორებდით. მთელი დღის განმავლობაში CSKO-ს სარეკლამო რგოლი ხმის მიცემის წესის შესახებ, სადაც პირდაპირ ჩანს, როგორ უნდა დაიკეცოს კაბინაში ბიულეტენი, გადიოდა ტელეეთერში და ასევე ყველა საარჩევნო უბანზე არის ხელმისაწვდომი პოსტერი, რომელიც ზუსტად ასახავს ხმის მიცემის ფარულობის იმ პროცესს, რომელიც ამომრჩეველმა უნდა განახორციელოს კაბინაში. დიახ. მარნეულის 59 უბანთან დაკავშირებითაც ჩვენ დღის განმავლობაში გავაკეთეთ განცხადება. ეს გახლავთ დიახ საიას მოთხოვნა, ჩვენ საჯარო განცხადებაც ვნახეთ ამასთან დაკავშირებით, რომ იქ არის სავარაუდო ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმა პირმა ჩააგდო ორჯერ ბიულეტენი. ცხადია, ეს ფაქტი თუ არის ეს სინამდვილე არის მიუღებელი. ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ სწავლობს საუბნო საარჩევნო კომისიების ქმედებებს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ყველა საჩივარი, რომელიც ეხება უბანში დაფიქსირებულ ფაქტებს, პირველ რიგში ეშლებათ ხოლმე და ამიტომ ამას მინდა ხაზი გაუსვა, არ მოდის CSKO-ში, მიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ იქნა დასაბუთება, აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება.